სივრცესუყუროთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამო მშვიდობისა. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ გასულ კვირას ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იაგო ხვიჩია. საღამო მშვიდობისა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ მოდით გასული კვირის მთავარი თემით, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში. რა ჩვენა ტრამპი ზელენსკის შეხვედრა თქვენი აზრით? Ну, პირველ რიგში აჩვენა ის, რომ ზელენსკი მართლა მომზადებელი იყო ამ შეხვედრისთვის. ეს აჩვენა. ახლა ბევრი დღე შეიძლება ვთქვათ, რის გამო ახლა ომშია კაცი, თულხასიაძე, მილიონი რაღაცა შეიძლება ითქვას, მაგრამ მე მგონი მთავარი ამოცანა, რომელიც ჰქონდა პრეზიდენტ ზელენსკის ამ შემთხვევაში, იყო ამერიკიდან მშვიდობის წამოღება. და ეს ამოცანა ვერ შესრულდა და თან ვერ შესრულდა მისი მიზეზით. და ნუ აქ ბევრი რამე გვაჩვენა ზოგადად ამ ამბავმა, გვაჩვენა მათ შორის ის თუ აი საქართველოშიც ხალხი რა დონეზეა ეგზალტირებული, რომ უბრალოდ ზელენსკის აქეზებდნენ, ანუ სხვები ცხოვრობს ვიღაცა ცხოვრებს აქეზებდნენ, ეს ხო ცალკე პრობლემა იყო და აი მართლა რომ ჩვენი ბედი რო წლებოდეს და ჩვენი პრეზიდენტი რომ ასე მოიქცეს, ეს თურმე საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის ეს ყოფილა თურმე მისაღები და აუცილებელი ქმედება და აქეთ რო ხალხი იხოცება მეორეს მხრივ და შენ იცი რომ მიდიხარ სამყაროში ერთადერთ ადამიანთან, ვისაც შენი შველა შეუძლია, ექსკლუზიურად ერთ კაცს შეუძლია ეს მხოლოდ. შენ მიდიხარ და იქ ხო არ ვამბობ რომ შეიძლება რაღაცაში მართალიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ შენ შედეგით ვერ მოდიხარ იქიდან, თუ შენ გეუბნებიან რომ ბოდიში უნდა მოიხადო თუ გინდა რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები წარმატებით. ის ხო დოკუმენტზე ხელის მოსაწერას ჩავიდა ხო იმ იშვიათი ფერადი ლითონის საქმეზე და ის საქმე უბრალოდ გააფუჭე, არა აქვს მნიშვნელობა, შენი ნერვიულობით გააფუჭე, შენი არაკვალიფიციურობით, იმიტომ რომ ცუდად იცოდი ინგლისური, მილიონი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ამისთვის არსებობდეს, იმიტომ რომ ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ისეთი არ არის როგორც შენ მოგწონს, ანუ მე ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ მე მგონი მთავარი შეცდომა, რომელიც ზელენსკიმ დაუშვა არის ის, რასაც სხვებიც უშვებენ სამწუხაროდ, რომ ანუ არ მე მგონი არ იცოდა ბოლომდე სად მოხდა და ვისთან იყო ვინ არის ამერიკის პრეზიდენტი ახლა რა ხალხია ამერიკის ადმინისტრაციაში რაც აი ჩვენს ოპოზიციასაც ეშლება აი რა ბოდავენ ხო ხედავ აქ და ხა უბრალოდ იმ დონეზე არ უნდა შეგეშალოს რა დონეზეც ზელენსკის შეხვედრა უნდა ყოფილიყო ორგანიზებული მაგრამ მე მგონია რომ ჯერ კიდე არსებობს შანსი იმისი რომ შეცდომა მიხვდე გაანალიზო არ გაჯიუტდე ამ შეცდომაში და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ საკუთარი შეცდომა გამოასწორო. ახლა გამთხუნებას ამერიკელების ტრამპი რატოა ასეთიო? ახლა 80 წლის კაცი შენს გამო არ შეიცვლება. ამერიკის პრეზიდენტი შენს გამო არ შეიცვლება. შენ უნდა გესმოდეს, რომ იმისი პოზიცია, შენი პოზიცია, შენი ქვეყნის ინტერესები და რა არის შენი ქვეყნის ინტერესებში. თუ არის შენი ქვეყნის ინტერესებში ხელის მოწერა რაღაც ხელშეკრულებაზე, რომელიც ტექსტიც მანამდე წესით შეთანხმებული უნდა ყოფილიყო, შენ რას ამბობ, რომ ნერვებმა გიმტყუნა, ვერ მოითმინე და ამიტომ ჩაშალე, ეს ხო არასერიოზულია უბრალოდ. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ამ შემთხვევაში გითხრათ, ეყოფა თავდაჯერება იმისი, რომ თავის შეცდომა გამოასწორა. დღეს ხოთაშორის აი გავრცელდა ზელენსკის განცხადება, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ ძალიან შორს არისო. ხედავთ ამერიკის პრეზიდენტის იმ განცხადებას, რომ რაც შეიძლება მალე და სწრაფად უნდა დასრულდეს ეს ომი. ამას რატომ ვერ ვისმენთ ჩვენ, თუნდაც ევროპიდან? თვითონ ზელენსკი კი ამბობს, რომ ომი უნდა დასრულდეს და იმ შემთხვევაში იქნება თქვათ არჩევნები საპრეზიდენტო თუ ამის ნატოში გაწევრიანდება უკრაინა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაც ვიცით, რომ უნდა დაივიწყოს უკრაინამ ნატო. აწყობს დღეს მსოფლიოს, რომ იქ ომი შეჩერდეს. არის ეს მოთხოვნა მსოფლიოში? გეტყვით მე რა შეიძლება ჩვენი დაკვირვებით ზოგადად ამერიკისთვის და ამას პრეზიდენტი ტრამპი ასხივებს ფაქტობრივად ამერიკისთვის არანაკლები პუტინზე არანაკლები პრობლემაა ევროპაში მიმდინარე პროცესები. იქნება ეს ანუ მაგალითად ის რომ ევროპა გახდა სოციალისტური ანუ კომუნისტური გახდა შინაარსობრივად ევროპა ადამიანის თავისუფლებებით წამდაუწუნი კარგება და ყველაფერი არის მთავრობის გადასაწყვეტი ეს რეგულირებები ბიუროკრატია გადასახადები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ვითომ პოლიტკორექტულობის მოტივით ის ისტერიკა რომელიც ზოგადად როგორც კორონაზე როგორც გაიმართა მაგალითად და რომ განსხვავებული აზრი აკრძალული იყო ანუ ეს ამერიკის სათავეში მოვიდა ხალხი რომლისთვისაც ეს კომუნისტები თან ისეთი აი როგორ გითხრათ ყველაზე ჩათლახი კომუნისტები რომლებიც იმასაც კი არ ამბობენ რომ კომუნისტები ვართო აი როგორც ჩვენთან არიან ჩათლახი კომუნისტები ოპოზიციაშიც ბევრი 4-5-9-25 და NGO სექტორი ჩვენი მაგრამ ესენი ხო არ ამბობენ რომ კომუნისტები არიან ესენი ამბობენ რომ ლიბერალები არიან
ტრამპისთვის ეს ხალხი კონკრეტულად რომ მისი მოწინააღმდეგეები ამერიკაში და მათი მეგობრები ევროპაში არიან ბევრად უფრო დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ესენი არიან ვირუსი, რომელიც შეძრუნენ ამერიკაში. თქვენ თუ გაქვთ წაკითხული, არ ვიცი, ან თუ გაეცნობით, აინ რენდის შემოქმედებას რო გაეცნოთ, ეს მწერალი, ამერიკელი მწერალი, რომელიც 40-იან, 30-იან, 40-იან, 50-იან წლებში ეს აღწერა. რაც ამერიკაში მერე მოხდა. როგორ მოხდა, როგორ გაიმარჯვა ამერიკაში სინამდვილეში სოციალიზმმა, ლიბერალიზმის სახელით და არც კი ქვიათ, რომ კომუნისტები არ, ან რო უთხრათ თქვენ კომუნისტები ხართო, ეწყინებათ, არა და ყველაფერს კომუნისტურს აკეთებენ და ტრამპი ამბობს, რომ ჩემთვის ეს ხალხი, აი ესენი, ჩემი ვირუსი, რომელიც ჩემს ორგანიზმშია შემოჭრილი, რომელთაც შენც ხარ ზელენსკი დაავადებული და ევროპელებო თქვენც ხარ დაავადებული, რაც იყო ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლა მიუნხენში შინაარსობრივად, არის არანაკლები, უფრო მეტი არა პრობლემა, ვიდრე პუტინი, იმიტომ რომ პუტინი არის გარეშემტერი. და გასაგებია ისინი საბჭოთა კავშირი იციან რაც იყო და გასაგებია ეს სტილი, ეს ჟანრი, გასაგებია მაგათთვის. მაგრამ მათთვის უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ამერიკაში ხო გამოხატვის თავისუფლებას პატივი არცეს. ამერიკაში ხო უამრავი გადასახადების მატებაზე არ არის მარტო საუბარი, ბიუროკრატია რეგულირება, ევროპულია ეს ფეიკ ღირებულებები, რომლებსაც ვოუქიზმი იდენტობის პოლიტიკა, რომელსაც არაფერი საერთო ამერიკულ კლასიკურ ღირებულებებთან არ ქონდა. ხო შეირყნა საკუთრების უფლება, სასამართლო და ყველას ესმის, რომ დანიშნული მოსამართლეები პრობლემაა ამერიკაშიც. ანუ ის რომ ტრადიციული მათთვის არჩევითი მოსამართლეები რაც იყო, აი, ბევრნაირად მოხდა ღირებულებების, როგორ გითხრათ, გაფუჭება შინაარსობრივად. და ტრამპისთვის და ამ ადმინისტრაციისთვის ეს არის უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე გარედან მომავალი საფრთხე. ამობენ, რომ ჯერ ჩვენ თავს მივხედოთ. ჩვენ უბრალოდ რო არ უმალავდრეს ქართული მედია სინამდვილეს საქართველოს მოსახლეობას და უბრალოდ იმ სიბრიყვეებით არ ყვებავდეს, რაც ქართულ მედია ეთერებში მოედინება, ჩვენ დავინახავდით თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამერიკაში. ამერიკაში რევოლუცია ხდება სინამდვილეში და ხდება აი ბოლო რამდენიმე 10 წლეულების განმავლობაში არსებული ცოდვების გამოაშკარავება, იწყება ამაზე საჯაროდ საუბარი, ისეთი ხალხი, რომელიც იყო დაკენსელებული, ესე რომ ვთქვათ. ამ პოლიტიკის შედეგად, იდენტობის პოლიტიკის შედეგად, აი ამ ვოუქიზმის შედეგად. ეს ხალხი ბრუნდება თანამდებობებზე. უნივერსიტეტების კრიტიკა ისმის, რომ მათ უბრალოდ ტვინი გამოურეცხეს სტუდენტებს მემარცხენე აზროვნებით, როგორც ჩვენ სტუდენტებს გამოულაყეს ტვინი სინამდვილეში ქართულმა უნივერსიტეტებმა და მათმა ლექტორებმა. მაგრამ ჩვენ ჯერ ამაზე, აი უბრალოდ ისევ რკინის ფარდა გვაქვს ჩამოფარებული. რკინის ფარდა გვაქვს ჩამოფარებული, იმიტომ რომ ჩვენი ოპოზიცია, ვისაც გულშემატკივრობდა, იმათმა წააგეს ამერიკაში. და ნაცვლად იმისა, რომ ახლა ესენი აზრზე მოდიოდნენ. კი წააგეს, მაგრამ რიგებში იდგნენ, ხო მე ინაუგურაციაზე დასასრებად. არა, ანუ ესენი უპრინციპო ხალხია, ესენი ცდილობენ, რომ ყველგან შეძრნენ, სადაც შესაძრომია, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია არ არის ის ხალხი, რომელიც ამათ შეიძრენს. შესაბამისად, ამათმა სხვა არც არაფერი არ იციან. ანუ ესენი 20 წელი ერთ და იგივეს ლაპარაკობენ, ერთ და იგივეს აკეთებენ და მეტი არაფერი არ იციან. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, როგორც აი მაგალითად Washington Post აღმოაჩნდა უნარი, რომ აღიაროს შეცდომები. როგორც Facebook-ს აღმოაჩნდა უნარი, რომ აღიაროს შეცდომები და დაიწყოს ცვლილებები და თქვას, რომ აი მე მეშლებოდა, ვიტყუებოდი. ამის თქმა საქართველოში ხო ჯერ არავის არ უცდია საერთოდ. და ანუ არც არაფერი არ პირიქით ტრამპს ეჯიბრებიან, ელოდებიან 4 წელი როდის გავა ტრამპს რომ დაამარცხებენ ამერიკაში. და მე ესენი როგორ ყველაფერს მიხედავენ თვითონ. ანუ სინამდვილეში საერთოდ აცდენილი ვართ ყველაფერს. ნაცვლად იმისა, რომ ახლა ოპოზიცია მაგალითად მედია და ოპოზიცია, ხო? ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ ოპოზიციურ მედიაზე და ოპოზიციურ პარტიებზე, იმიტომ რომ ხელისუფლებას იგნორი აქვს. აი, ოღონდ არ შეგვამჩნიონ ახლა ამერიკელებმა, საერთოდ ჩვენ არ გავახსენდეთ, არ დაგვაკვირდეს ან მასკი, ან ტრამპი და არ აღმოაჩინოს. ჩვენ სინამდვილეში რა ხალხი ვართ და მოდი ჩვენ ვიყვიროთ, რომ გამომარჯვოს ტრამპს. აგერ თან ეს ოპოზიცია ყავს იდიოტები, რომლებიც ტრამპს აგინებენ მაინც და ჩვენ მოგებული გამოდივართ. საერთოდ ფულსაც კი გადაიხდა. აი ტრამპის გინება ახლა რატომ არის, თქვათ, მომგებიანი ოპოზიციისთვის? თუ ბაიდენის გინება იყო ანტიდასავლური კურსი, რატომ არის ახლა ტრამპის გინება დასავლური? სულ ორი არგუმენტი არსებობს. ან სულელები არიან, აი რადგანაც თქვენ დასვით კითხვა და არ გესმით ეს რატო შეიძლება მომგებიანი იყოს, ან მოსყიდულები, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ამ წუთას შენ გქონდეს ამერიკის იმედი, რომ ისინი ქოცებს რაღაცას მოუხერხებენ, რუსებს არ ჩაგვაბარებენ, უკრაინას დაეხმარებიან და ამავდროულად იმ კაცს, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე, აგინებდე. თან ანუ გეგონება მართლაც აგინებელი იყოს. მართლა უბრალოდ რა პროცესების შემყურე ვართ. ჩვენმა მას მოსახლეობამ რო იცოდეს, რაც ხდება ახლა ამერიკაში, შურით გავსკდებოდით. ჩვენ გშურს, ანუ რო ეს ჩემს ქვეყანაში არ ხდება, რაც ახლა ამერიკაში ხდება. ის რო თავისუფლების იდეამ ჩვენთან კი არ გაიმარჯვა, ჩვენთან გაიმარჯვა 4-5-9-25 და 41-მა, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს თავისუფლების იდეასთან და
იქ ჩვენ ვნახულობთ, როგორ უშვებენ საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან, როგორ ცირდება ბიუროკრატია, როგორ მიდის საუბარი გადასახადის დაკლებაზე, როგორ მიდის აი საუკუნეების კი არა წლების განმავლობაში გასაიდუმლოებულ საქმეებზე საუბარი, იწყება შიდა პრობლემებზე, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებში პრობლემებზე, სპეცსამსახურებში პრობლემებზე საჯაროდ საუბარი. გამოდის მაგალითად ილონ მასკი და ამბობს, რომ რავი, მას პირველი ადამიანია, ხო, ფაქტობრივად პრეზიდენტის მერე ქვეყანაში, რომ მას აი ყველაფერი რო თქვას, რაც ხდება და რასაც ნახულობს შეიძლება სასიკვდილო რისკი ემუქრებოდეს. აბად არის სხვათა შორის ნიკა გვარამიამ თქვა იქ გავრცელდა ხო? 14 შული იყო და ეს ავად ყოფილაო. ხო, ჯერ ერთი რო იცოდეს იმ ხალხმა ზოგადად მასკის ინტერესი ბავშვების შობადობის გაზრდასთან დაკავშირებით, ანუ უბრალოდ მთელი კამპანია აქვს ამასთან დაკავშირებული. საქართველოსაც ქონდა ხო გავრცელებული. ზოგადად ძალიან უცნაური კრიტიკაა, მაგრამ მე ქართველი ზოგადად ამორჩევლის გამკვირვებია. ქართულ ამორჩევლმა 10%-მა ხო აირჩია. ნიკა გვარამია აი ასეთი როგორიც იყო ის ხო ბოლო პერიოდში არ გახდა რა განსხვავებული ასეთი აირჩია და მგონია რომ იმსახურებს აი რაღაცნაირად ქართველი მისი ამორჩეველი იმსახურებს მასეთ ტიპის ბელადებს მაგრამ მოდი ამ წუთას თავი დავანებოთ ამას ანუ საერთოდ მირისი თქმა მინდა სამყაროში სულ სხვა მოვლენები ხდება ამერიკაში აი სულ სხვა რამეს ებრძვიან ანუ პუტინი არ არის მათი მთავარი მტერი მათი მტერი არის მათ რიგებში შემოსახლებული კომუნიზმი და სოციალიზმი რომელიც ვითომ ამერიკული ღირებულების სახელით შეძურა ამერიკის წიაღში და შიგნიდან გამოღრნა ის და ლამისა კინაღამ გაიმარჯვეს უკვე მერამდენეთ კინაღამ გაუვიდა თავიანთი 1000 აი გიჟური იდეები რომლებიც აი ზოგჯერ LGBT თემის საკითხებს ეხებოდა და თეთრსახში რომ LGBT დროშა იყო გამოკიდებული გახსოვთ თქვენ 1000-ნაირი სქესის გადაკეთების ოპერაციები რომლებიც ბავშვებთან მართებით ჰქონდათ და საიმიგრაციო პოლიტიკა რომელიც ითვალისწინებდა მაგალითად ეგრეთ წოდებულ გარდამავალ შტატებში სადაც ხან დემოკრატები მარჯვებენ ხან რესპუბლიკელები მიგრანტების ისე ჩასახლებას რომ საბოლოო ჯამში იქ რესპუბლიკელებს შანსი არ ქონოდათ ანუ ფიზიკურად სხვა მტერი ყავთ იმ ხალხს და მე ზელენსკის იმიტომ ვაკრიტიკებ რომ აი ისიც ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლად ჩავიდა იქ არაფერ შუაში არ იყო პუტინს რო აგიდებ ყველას ესმის, რომ ებრძვი მას, მაგრამ იქ ხო პუტინის საგინებლად არ ჩასულხარ. მე კი არ ვიძახი პუტინის საგინებელი არ არის და კაი კაცია და ასე. ეს უბრალოდ იქ არაფერ შუაში არ არის, როცა ამ საქმეზე ჩადიხარ. იქ რისთვის ჩადიხარ, ანუ ჩადიხარ ადამიანი, რომელიც მანამდე გულშემატკივრობდა მოწინააღმდეგებს იმ კომუნისტებს და სოციალისტებს, ვისაც ესენი ებრძვიან, რომ თავარ მტრად ყავთ გამოცხადებული. შენ აი გასაგებია, რომ სხვა გზა არ ქონდა. ხო, იმ დროს ამერიკის ხელმძღვანელობა ისინი იყო და ცხადია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებინა, რომ შენ ქვეყანა დაგეცვა, მაგრამ აი ეს რო გაგეთვალისწინები და ისე ჩასულიყავი ფიზიკურად და ისე წარმოგედგინას რომ შენ გესმის რა პროცესში მონაწილეობ რომ მართლა გინდა ომის დასრულება რომ მართლა ასეთი განცდა არა როგორ შეიძლება არ გინდოდეს ახლა ნუ გიჟი თუ არა ხარ როგორ შეიძლება არ გინდოდეს ადამიანურად დაიღლები ბოლოს და ბოლოს უნდა რომ ანუ უნდა მისულიყავი იმითი რომ გინდა არჩევნები ჩაატარო შესაძლოა უნდა მაშინ რა მოხდა რატომ მოხდა ის ამბავი რაც მოხდა ხო მაშინ ეს არის შეცდომა რაც მოხდა მაგას ვამბობ ეს არის შეცდომა ეს არის აი კონტექსტის მიდიხარ ტრამპთან თითქოს გგონია ბაიდენთან ჩადიხარ ამ tweet თითქოს გონია რომ რომელიღაც ევროპელ ლიბერალ ლიდერთან ჩადიხარ მაშინ როდესაც საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ თუნდაც როდესაც აი გაიწვია თავისი დიპლომატიური მისია ხო აქედან და გამოუშვა ჩვენი ელჩი რომელიც ერთადერთი იყო ხო იმ ომის დროს საქართველოს საელჩო რომელმაც არ დატოვა კიევი ხო მაშინ საქართველოსთან მიმართებაში თვითონ აი რა უნდა და საქართველოსგან თქვენთვის გასაგები იყო? არა მე არ მინდა მე ახლა არ მინდა რაღაცა ძველ ამბებზე ძველ ამბებზე ხო მაგრამ ეს რაღაც ინფორმაცია არ მაქვს იმიტომ მე უბრალოდ რაღაც ინფორმაცია არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მე ვსაუბრობ იმაზე რაც ცხადი იყო ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაც სხვა საკითხებში ზელენსკი რომ შიშარაა მაგას არ ნიშნავს პირიქით ის დარჩა როცა ომი იყო არ გაიქცა და რასაკვირველია რაღაც პერიოდის განმავლობაში ის მართლა იყო გმირი და რაც უფრო დიდხანს დარჩება კიდევ უფრო მეც შეცდომას დაუშვებს მით უფრო დაკარგავს ამ გმირის თუ ყოფილი გმირის სტატუსი. ამიტომ მე გულშემატკივრობ, რომ არც მან არ დაკარგოს გმირის სტატუსი რაღაცნაირად კარგად წავიდეს, მაგრამ პირველ რიგში რასაც გულშემატკივრობ არის ხოცვა ჟლეტის დასრულება. ანუ რასაც ტრამპის გულშემატკივრობს. შესაბამისად, ანუ შენ ხო შეგეძლო რომ თლიანად მთელი ისრები გადაგეტანა მოწინააღმდეგის მოედანზე. შენ მადლობა გეთქვა ამ გენიალური იდეისთვის. ხელი მოგეწერა მინერალების იმაზე. მადლობა მოგეხადა მასკისთვის. მადლობა მოგეხადა ამერიკელი ხალხისთვის. მადლობა მოგეხადა ტრამპისთვის, იმისთვის რომ თავის დროზე ჯაველინებს გიგზავნი და ანუ თლიანად გეთქვა რომ მზად ხარ რომ შემოუშვა ამერიკული ინვესტიციები, შემოუშვა ევროპული ჯარები, რათა უსაფრთხოება მიიღო მაქსიმალურად, მათ შორის არაპირდაპირი გზებით და აი პირიქით
ყოფილიყავი გულშემატკივარი პრეზიდენტი ტრამპის პუტინთან ურთიერთობის დროსაც, რომ ისიც წარმატებით გამოსულიყო. საერთოდ სხვა რამე იყო გასაკეთებელი. და მე უბრალოდ ხა ეს მესმის რომ შეცდომა ადამიანურია, შეიძლება ყველას მოსდიოდეს. იქ შეიძლება რაღაცა ცუდი როგორ გითხრა, ენის ცოდნის ენობრივი ბარიერის პრობლემა შეიძლება იყოს. მაგრამ და თან ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ძალას იპოვის, რომ მოიბოდიშოს თავის ამქმედების გამო. პირდაპირ მოიბოდიშოს, როგორც ეს ასე დროს არის გასაკეთებელი და იმის იმედი მაქვს, რომ ამერიკაც არასდროს არ მიატოვებს თავის მოკავშირეს. და ამის ჩათვლა, აი ტრამპის ამ ღონისძიებების ჩათვლა. რო თითქოს ის არის პუტინის მოსყიდული, რო ის აკეთებს პუტინის, რო ის არის თითქოს იზოლაციონისტი, რომ მას ფეხებზე კიდია სამყაროში კაცობრიობის ადამიანების ბედი და ასე შემდეგ. ანუ ხალხო, მართლა რო ვიცოდეთ ჩვენ ამერიკაში რა ხდება, მთელი საქართველო იქნებოდა გულშემატკივარი, ახ დადგებოდა და ილოცებდა, რომ ტრამპს გულწრფელად გამოუვიდეს ის რაც უნდა ამერიკაში, იმიტომ რომ ტრამპსაც ამერიკაში უნდა ის თუ გამოვიდა, ეს ბევრად უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი რამ რაც ახლა სამყაროში ხდება, იმიტომ რომ ამერიკაში კომუნიზმის და სოციალიზმის დამარცხება. აი უნივერსიტეტებიდან იმ ბნელი სოციალისტების გამოგდება, რომ ვთქვათ და სტუდენტების გონებაზე, როგორ გითხრათ, საღი აზრის დაბრუნება, იმიტომ რომ აი რაც ამერიკაში მოხდა, ყველაზე დიდი დანაშაული რაც არის, რომ დღემდე უნივერსიტეტების 80-90% სოციალისტების ხელშია და იმან განაპირობა, აი ამათ გაზრდილმა შემდეგ მემარცხენე ელიტამ განაპირობა ის რაც მოხდა უახლოესი 10 წლების განმავლობაში სამყაროში, გნებავთ 20 წლების განმავლობაში სამყაროში, რომლის გამოც ტრადიციული ღირებულებები, რომელზედაც იდგა ამერიკის შეერთებული შტატები, პირველ რიგში და დასავლეთი ევროპა, როგორც იყო საკუთრება, რომელიც იყო თავისუფალი ვაჭრობა, როგორც იყო თავისუფალი მიმოსვლა, როგორც იყო თავისუფალი სასამართლო, ამის ნაცვლად რა მივიღეთ? ამის ნახეთ მივიღეთ გაბერილი ბრიუსელი, რომელიც კაცმა არ იცის რა გადაწყვეტილებას რასთან დაკავშირებით ღებულობს ზოგადად, კაცმა არ იცის რა უნდა და საით მიდის, რა მიმართულებით მოძრაობს საერთოდ და ბოლოს მივიღეთ ის, რომ ეკონომიკური განვითარება გაჩერდა. და ადამიანი ცდილობს ამის შეცვლას ამერიკაში, რომ ამერიკა იყოს დომინანტი პირველ რიგში ეკონომიკით, როგორც ის ყოველთვის იყო. ამერიკა იყოს დომინანტი ინდივიდუალური თავისუფლების გამოხატვით და ამერიკა იყოს ქვეყანა, რომლის გამოც სისხლის ზღვა შეჩერდება სამყაროს ნებისმიერ წერტილში. ამას რო იბრძვი და აკრიტიკებ. რას იცავ და ზოგადად რისი იმედი გაქვს? ანუ მართლა როგორ შეიძლება ელაპარაკებოდი იმ რიტორიკით, რა რიტორიკას დღეს ქართულ ოპოზიციას აქვს გნებავს. ტრამპთან ერთი და მეორე ისი თქმაც მინდა აი გუშინ წინაც ანუ ფიგურალურად ვამბობ მკვლელების განმავლობაში ყოველდღურად ხდება ახალ-ახალი კანონების და სხვადასხვანაირი თავისუფლების შემზღუდველი აქტების პარლამენტში რეგისტრაცია და ყოველდღურად მიღება დაჩქარებული წესით. პირამიდების განწევი არავის არ ყავს. აი იმ ოპოზიციას და ხალხს რომელსაც უნდოდა რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შესულიყო. ხო უკეთესი იქნებოდა ხალხო იმისთვის რომ ნაცვლად იმისა რომ ასე მიიღოთ ხოცებს ეს კანონები. ოპოზიცია 60 კაცით პარლამენტში ყოფილიყო. ყველა კანონზე არგუმენტირებულად, ისე ჯერ ისეთი ხალხი შეეყვანა, თუნდაც ეს შეეძლო. არგუმენტირებულად ეჭხუბა, ეკამათა და ყოველდღურად აეწია ხალხის მუხტი ამ კანონებზე საუბრის დროს. რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ანუ შეცდომა იყო დღეს შეგვიძლია თქვა რომ არ შევიდა ოპოზიცია. ის ნახეთ რისი თქმა მინდა ნაცვლად იმისა რომ პროტესტი მილევად რეჟიმშია ყოველდღიურად, იმიტომ რომ ახალი საკვები არაფერი არ არის გარდა ხოცების ლანძღვისა და თქვენ რუსეთულმეებო პუტინის აგენტებად რაღაცის ზახილისა. ხო ამ კანონებზე დისკუსია, მართლა რას აკეთებენ პარლამენტში ჩხუბი თუ გინდა ამ კანონების მიღების ხელშესაწყობად. ხო უფრო ბევრად ეფექტური იქნებოდა. ვიდრე ის, რასაც დღევანდელი საკუთარი მედიით და საკუთარი დამოკიდებულებით აი ეს ხალხი, რომელსაც ფიქრზე უარი განაცხადა, რომელსაც რო ეკითხებოდი რომ პარლამენტში რო არ შეხვალ, მე რა ამით რა დაშავდება. ხოცები ხო უფრო მარტივად მიღებენ კანონს. ამ კითხვაზე პასუხი არ უნდოდათ. და ამ კითხვაზე პასუხის გარეშე ქართველი ხალხი დატოვეს პარლამენტში წარმომადგენლობის გარეშე. ამის თქმა შეცდომა იყო. ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის შეცდომა, იმიტომ რომ ხალხი ოპოზიციას რო ირჩევდა, ამ არჩევანში იგულისხმებოდა რომ მათ უნდოდათ რომ ისინი პარლამენტში არ შესულიყვნენ. ხო და აი ამას ვიმკით ახლა. რომ ყოველდღიურად ისე იზღუდება ადამიანის უფლებები, რომლის რომ მათ შესახებ არც კი ვიცით. და ერთ დღეს სიურპრიზად მივიღებთ, როგორც 5000 ლარიანი ჯარიმები მივიღეს ხალხმა. ამ 5000 ლარიან ჯარიმაზე შეხედეთ, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ჯარიმა მოგვივა, ლიდერები ხო წერენ ამას და საბოლოო ჯამში ხო ყველამ ვიცის, რომ ეს აღსრულდება ეს ჯარიმები, ხო? და დაყადაღებულები ექნებათ ამ ადამიანებს, ანგარიშების, ბანკთან ელემენტარული კომუნიკაცია ხო უნდა კონდეს ადამიანს. მე უფრო მეტად მეცოდება ის 50 ადამიანი ციხეში ზის.
და ხალხი რომელიც სინამდვილეში აყვა უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერ უპასუხისმგებლო ქაოსს ნაცვლად იმისა რომ ჯერ დამჯდარიყვნენ გვალმაგიდასთან მოელაპარაკათ ის თუ რა იყო გასაკეთებელი და ფიზიკურად არ ყოფილიყო წაქეზება ამ ადამიანების აბა თქვენ მიდით წინა ფლანგზე მე არ ვიძახი რომ ყველა ადამიანი ვინც ციხეში რამე დანაშაული ჩაუდენია მაგრამ ზოგადად მეგონები მიდგომას რომელიც იყო ოპოზიციის მხრიდან თორე მე ამ სასამართლოს არ ვენდობი და ჩემთვის ამ სასამართლოს გასამართლებული არათუ პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ადამიანები არამედ ჩვეულებრივი კრიმინალების თავიდან არიან გასამართლებელი. იმიტომ არ შეიძლება მასდობა გამოუცხადო. თუმცა ფაქტს 50 კაცი რო ციხეში ზის, არაფერი არ ცვლის და ეს პასუხისმგებლობა მარტო ხელისუფლების არ არის, ვინც ეს ხალხი დაიჭირა. ისიც არის, ვინც ამ ხალხს გვერდით არ დაუდგა, რომ წინ აფარებოდა და პირველი თვითონ დაეჭირა, თუ დაჭერა იყო, მაინც და მაინც საჭირო. იმიტომ რომ ასე არ იყო ალბათ შეთანხმებული. შეთანხმებული ის უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. აბა როგორ შეიძლება არც ერთი პოლიტიკოსი არ იჯდეს ციხეში და 50 აქტივისტი რის გამოზის თვითონ არ იცოდნენ. ანუ თქვენს ფიქრობთ რომ იმართებოდნენ საქართველოს ფარგლებს გარედან ეს არა, ჩემი აზრით ოპოზიციის წარმომადგენლები ფარგლის გარედან იმართება, მათი ნაწილი ხელისუფლებიდან იმართება და ის რის გამოც ხალხი ციხეში ზის, ქვეყნის გარედან არ მოდის, ქვეყნის შიგნიდან მოდის სამწუხაროდ. მადლობა იაკობ ხუჩიას და ბატონი გოგა ხაინდრავა შემოგვერთა საღამოშიდობისა ბატონო გოგა. დავიწყოთ ტრამპის ზელენსკის იმ ცნობილი შეხვედრით, რომელიც მთელ მსოფლიოში სკანდალის მიზეზად იქცა, ხო? რა ჩვენა ამ შეხვედრამ და იმ განცხადებებმა, რაც მოვისმენთ? საღამოშიდობისა, მადლობა მოპატეჟებისთვის, მივესალმები თქვენ მაყურებელს. პირველ რიგში აჩვენა ის, რაც დიდი ხანია ცხადი იყო და ნათელი იყო, რომ ეს არის ბოროტი მასხარა, რომელიც ხელისუფლებაში ზუსტად ამ მიზნით იყო მოყვანილი, როგორც თავის დროზე ქართული მასხარა სააკაშვილი. იმ დღეში ჩაეგდო ის ქვეყანა, რა დღეშიც არის დღეს უკრაინა. ზუსტად იგივე განახორციელა სააკაშვილმა 2008 წელს. ეხლა მე ვფიქრობ, რომ ელემენტარულ ძილობაზე შეიძლება მხოლოდ ის ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკური ანალიზი ამის ჩემს აზრით უადგილოა, იმიტომ რომ იმდენად ნათელია ყველაფერი, რაც ჩვენ ნახეთ, რომ ასე ვთქვათ, მაგას ახსნა არ ჭირდება. ერთი რამე გასაგები, რომ აღარც ევროკავშირი თავისი ფორმით, აღარც ის მსოფლიო წესრიგს, რასაც ეძახდნენ, აღარ არსებობს. ეს სამარცხვინო სამიტები, რომელიც ავეცე სამ კვირაში 4 სამიტი ჩატარდა და ეს ლონდონის სამარცხვინო შეხვედრა რა, როდესაც რისთვის იკრიბებიან აბსოლუტურად გაუგებარია. ეთყობა თვითდაკმაყოფილების რეჟიმში არიან გასული დღეს ის დავდეკიდეც, რომ მაგას ანანიზმი ქვია პოლიტიკური, რასაც ისინი აკეთებენ, სხვანაირად ამას ვერ შეაფასებ. ის რაც ხდება, ეთყობა თავის თავს ამშვიდებენ თუ რას აკეთებენ არ ვიცი, იმიტომ რომ ეხლა ხო აბსოლუტურ აბსურდში არის ევროპა, ეს ნათელია, რომ ეს დაწესებულება დამთავრდა. ევროკავშირი დამთავრდა და ეს აბსოლუტურად ნათელია. დიდ დაპირისპირებას ელოდებით ევროკავშირის აი ამ ხელმძღვანელობასა და ამერიკის ახალ პრეზიდენტს. არა, შეუძლებელია, იმიტომ რომ ამ ხელმძღვანელობას არაფრის უნარი არ აქვს, ეს არ არის ხელმძღვანელობა. კაია კალასი რო იქნება ხელმძღვანელი და იმისი, რა ქვია, ევროპის უშიშროებაზე კუბილიუსი რო იქნება პასუხისგებელი, ნუ ეხლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ. იქ სათავეში მოვიდა კაცი, რომელმაც გაანგრია ამერიკის შეერთებული შტატების აი ეს უბედურება, ის კედელი, რომელიც იყო აშენებული, რომელიც ხრწნიდა და ანგრევდა იმ ქვეყანას და რაც თავარი ამერიკელი ხალხი მიხვდა უკვე, რომ ვთქვათ, იმის იქით აღარ არის, ყველა წითელი ხაზი იყო უკვე გადაკვეთილი და ამიტომ ტრამპმა მარტო მოიგო არჩევნები. ტრამპის წინააღმდეგ იყო მთელი დემოკრატიული პარტია და რესპუბლიკური პარტიაც. რესპუბლიკური პარტია დასაწყისში ტრამპს ხარს არ უჭერდა. მერე იძულებული გახდა. სხვა გზა აღარ ქონდა. ესე იგი 9 პროცესი იყო მის წინააღმდეგ დაწყებული, 345 წელი ელოდებოდა, ასე ვთქვათ, საბოლოო ერთად რო შეგეკრიბა, ხო, ის აბსურდი, რომელიც ხდებოდა, ხო, მიუხედავად ამისა, გაანგრია ეს ყველაფერი და გახდა ამერიკის პრეზიდენტი, ხო, და თანაც თვითონაც იძახის ამას და მეც მაგის მჯერა, იმიტომ რომ ის რაც მოხდა, როდესაც ვთქვათ, რაღაცა ერთ წამიერმა თავის მოტრიალებამ გადაარჩინა, როგორც ტრამპი, ისე ამერიკის შეერთებული შტატები, ჩემის აზრით. იმიტომ რომ ბაიდენი იყო აბსოლუტური
დეგრადაციის სახე, ეს იყო კატასტროფა, ეს იყო ადამიანი, რომელსაც საკუთარი გვარი და სახელი არ ახსოვდა. შეიძლება რომ ისეთი ქვეყნის სათავეში, ისეთი პრეტენზიის მქონე ქვეყნის სათავეში, რომელიც ჰეგემონს ასე ვთქვათ, და ამაზე გარკვეულწილად ეს პრეტენზია გამართლებულიც არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მეორე მსოფლიო ომის მერე განსაკუთრებით, ხო? დომინანტი იყო მსოფლიო პოლიტიკაში და ლიდერი, ხო? აი ესეთი ქვეყნის სათავეში აი ეს კატასტროფა, რასაც წარმოადგენდა ბაიდენის ადმინისტრაცია, მთელი თავისი აი ამ სიმახინჯით, მთელი გარყვნილობით და ამ პროპაგანდით და ასე შემდეგ, ბუნებრივია რომ ამერიკელი ხალხი მიხვდა, იმიტომ რომ ტრამპმა მოიგო შტატები, რომელიც არასოდეს არ მოუგიათ რესპუბლიკელებს. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკელი ხალხი თვითონ ამერიკა მიხვდა, რომ გადასარჩენია. სხვათა შორის დღეს იყო აი ზელენსკის განცხადება, რომ ჯერ ძალიან შორს არისო ომის დასრულებასთანო და გამოეხმაურა აი ეს თუთია გავრცელდა ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც შეიძლება გაეკეთებინა ზელენსკის. არა, ზელენსკიზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს, ზელენსკი დამთავრებულია როგორც ფიგურა. ზელენსკი სულ ათამაშებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ესე იგი მაგას აბსოლუტურად კონკრეტული როლი ჰქონდა და ეს ორი ომის დასაწყისიდანვე ჩანდა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ნათელი იყო, რომ ომი დაიწყებოდა 6 თვით ადრე ულტიმატუმი გაუგზავნა მთელ მსოფლიოს პუტინმა და თქვა, რომ ანუ არ სიტყვით, თქვათ ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე, ან დავიწყებ სამხედრო ოპერაციას. ეხლა ნატოში რომ უკრაინას არავინ არ მიიღებდა, ეგ აბსოლუტურად ნათელი იყო, ისე როგორც საქართველოს. არა, ეს გასაგები იყო, ეს იყო სატყუარა. სატყუარა იმისთვის, რომ თავისთვის გამოიყენებინათ შესაძლებლობები და ის ინტერესები, რომელიც გააჩნდა აი ამ ბნელ ევროპას, ამ ჩამოშლილ და დეგრადირებულ ევროპას, რომლის სახე არის აი ეს ურსულა ფონ დერ ბაიდენს ვეძახი მე მაგას და წარმოგიდგენიათ ეხლა კალასი, ნუ აი იმის იქით არსებობს რამე კალასი წარმოადგენს საგარეო პოლიტიკას ევროკავშირში. კალასი ეს აბსოლუტურად უნიჭო და გაუნათლებელი ადამიანი, რომელმაც 3 დღის წინ განაცხადა, რომ მსოფლიოს ახალი ლიდერი ჭირდებაო. ერთი თვის თავზე მართლა ლიდერის მოსვლის, იმიტომ რომ ეხლა მე ვერ გეტყვი, რომ მაინც და მაინც სასურველი ლიდერია, ვთქვათ, ტრამპი. ტრამპი არის ამერიკისთვის სასურველი ლიდერი, იმიტომ რომ თავიდანვე მისი პოზიცია იყო Great America, დიდი და ამას შესწირავს ყველაფერს. ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ ყველაფერს შესწირავს თავის მიზანს, რომ ამერიკა აქციოს ისევ Great America, ხო? ბატონ გოგა, აი ამ ამბავში, რასაც ვხედავთ, ხო? ვეღარ იქნება მსოფლიო, ხო, ისეთი როგორც იყო 6 თვის წინ. იცვლება, ბევრი რამის გადაფასება ხდება, ტრამპის ღია განცხადებების წვავი არის, ხო, რაღაცეებთან, რაც პრინციპში საქართველოს ხელისუფლების განცხადებებშიც იყო, რაც იყო მიუღებელი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაც გვესმოდა ჩვენ, იმაზე საუბრობს დღეს ტრამპი. ჩვენი ადგილი აი ამ სიტუაციაში სად იქნება ხვალზე უკვე? ჩვენი ადგილი უკვე ძალიან კონკრეტული არის. მე მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი ვენაში. ორჯერ ვიყავი სახელმწიფო მინისტრის შერიგების თემებში, გახსოვთ თქვენ ალბათ და ამიტომ ვენა, სადაც ეუთოს შტაბ-ბინაა, ძალიან ხშირად მიხვდებოდა იქ ყოფნა. მე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ფაქტი ეუთოს არ ახსოვს. ის რაც მოხდა უკანასკნელ შეხვედრაზე, სადაც ეს აბსოლუტურად დეგრადირებული სამარცხვინო ვილსონი. აი სამარცხვინო არსება რა, აი რაღაც იმის იქით რომ ეს არის სახე დღევანდელი აი იმ ამერიკის, რომელსაც ტრამპი ებრძვის და რომლის დასანგრევად არის მოსული თავისი გუნდით, ხო? რა გუნდი შეკრიბა. ჯერ ნახეთ ვინ აყავს გუნდში, როგორი შემსრულებლები. ხო, აი ეს ვილსონი, ესეთ დღეში რო ჩაეგდო ამერიკის დელეგაცია და მისი ხელმძღვანელი რომელიმე ქვეყანას, ესეთი რამე, ესეთი პრეცედენტი არ არსებობდა და ამის წარმოქმნაც იყო შეუძლებელი. მე სამჯერ უყურე მაგ და მესამედ გამოვთე ხმა, ეგ საერთოდ ისეთი ერთ-ერთი ისეთი ხრიკია რეჟისურაში, როდესაც ხმას ვსწავდა უყურებ მარტო გამოსახულებას. აი ესეთი თვალებით იჯდა ეს 57 ქვეყნის დელეგაცია იჯდა და უსმენდა როგორ ანადგურებდნენ და ფაქტიურად ასობით დასაბუთებულად ანადგურებდნენ ამერიკის დელეგაციას და მის ხელმძღვანელს. იმის გამო, იმ სისულელეების გამო, რომელიც მან იქ ილაპარაკა, სიცრუე, ცილისწამება და ასე შემდეგ. თავისთავად ეს ფაქტი უკვე მეტყვილებს იმაზე, რომ საქართველოს სხვა საფეხურზეა უკვე მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიოს პოლიტიკაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს და
ეს დასტურდება იმით, რომ 3 წლით ადრე რო დაიწყებ იმ თემების გაშლას და იმ თემების დღის წესრიგში დაყენებას, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ხარ, აქით-იქით უმძიმესი მეზობლებით გარშემორტყმული და 20 კილომეტრში შენი დედაქალაქიდან რუსული სამხედრო არმადა დგას და ფაქტიურად თავზე ეს დათვი, თქვა, თავზე გადგას და ეს ხო ყველაფერი იმის მანიშნებელი იყო, რომ აბსოლუტური უსინდისო დამოკიდებულება ჰქონდა ევროკავშირს საქართველოსა. იმის მაგივრად, რომ ხელზე ეტარებინა ეს პატარა ქვეყანა, რომელიც ამას ბედავს და ესე ღიად, ასე ვთქვათ, ესე გულწრფელად დარდობს და შენს გეუბნება, რომ ეს დაუშვებელია, რასაც თქვენ აკეთებთ. თუ არა და ეგერ ჩამოინგრათ თავზე ეს ევროკავშირი აბსოლუტურად. ერთი-ერთი 2 წლით ადრე ერთი-ერთი, რასაც ლაპარაკობდა საქართველოს ხელისუფლება, რა საკითხებსაც აყენებდა დღის წესრიგში, ის საკითხები დააყენა დღის წესრიგში ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ. ახლა წავიდა, ვთქვათ, კრიტიკა, ხო, საქართველოსში ოპოზიციური პარტიების მხრიდან, განსაკუთრებით ზელენსკი ტრამპის შეხვედრის შემდეგ, თუ ვთქვათ, ტრამპის კრიტიკა მოსულა, რატო იყო ანტიდასავლური თუ ბაიდენს გააკრიტიკებდა ვინმე? ეს კრიტიკა არ არის, ეს სასუწარკვეთაა, ეს უგუნურება, სიბეცეა. ჩვენ პოლიტიკური ოპოზიცია არ აქვს, ჩვენ ამაზე აქ ვილაპარაკია ამ ეთერში სამწუხაროდ. ჩვენ არ აქვს, ეს არ არის პოლიტიკური ოპოზიცია. ეს არის სადაზვერო სამსახურის მეხუთე ხარისხოვანი თანამშრომლები, ხო? აი ბერძენიშვილები, ვთქვათ, ხაზარაძე, ეს გირჩი ჯაფარიძე, ეს იმაზე აღარ ვლაპარაკო, გახარია და ეს ხო ნათლად გამოჩნდა, ხო, ყველაფერი. რომ რასაც ეუბნებიან, თან ვინ ეუბნებიან, წარმოიდგინე ლორა ტორტონი რო შენი ხელმძღვანელი იქნება. ეს სამარცხვინო ქალია, ეს პარიზელი ქაჯუნა ესა რა. იმისი, რა ქვია, იმ მაკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტი რო გახდა, ხო, ამხელა გონორის პატრონი, ხო? ესე იგი თქვენ ხო, აი ეს თელი ეს შემადგენლობა, ხო, მაგათ ხო თავისი აზრი არა აქვთ. და ეს ხო გამოჩნდა, აღარ იციან რა ქნან, ხო? ეხლა რა უნდა გააკეთონ, არ იციან. ცუდია ფარა? აგერ იღებენ ფარას, ხო? ეს გავიდა უკვე და პირველი მოსმენით გავიდა, ხო? და ფარა იმ კანონთან შედარებით, რაც ჩვენ მივიღეთ, არის მეორე მსოფლიო ომი. ხო? და რატო არ იღებ ხმას? ეხლა ეგეთი მძიმე კანონს იგებს და რატო არ იღებ? იმიტომ რომ ინსტრუქცია არ მოგვსვლია. და ინსტრუქცია ამიტომ არ მოგვსვლიო, შენთვის არავის არ ცალია. უბედურებაში არის, ნახე იმას რა დაემართა აი ამ USAID-ის, ხო? 300 მილიარდ დოლარზეა ლაპარაკი 7000 არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც პირდაპირ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იძახენ, რომ ეს იყო სადაზვერო სამსახურები, რომელიც ჭრდილოვანი მთავრობების შექმნას ემსახურებოდა და ჩვენ ამას ვხედავთ მთელ ევროპაში. აგერ სოროსის ფონდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და აგერ ნახე რა ხდება საერთოდ, ხო ჩამოინგრა ეს ხუხულა ეს დემოკრატიის თითქოს იქ რაღაცა ადამიანის უფლებებზე არის ლაპარაკი, ეს მთელი NDI-ები და ეს ფონდები და ისინი, ხო? ყველაფერი გახდა და შენ წარმოიდგინე 40 დღე არის გასული მას მერე, რაც ტრამპი გახდა შეუდგა უფლებამოსილებას. და წარმოიდგინე თავდაყირა დადგა მთელი მსოფლიო. მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით ეს ევროატლანტიკური სივრცე, იმიტომ რომ ჩინეთი იგზის და ხით-ხითებს ჩუმად, ხო შენ რუსული პაბლიკები ნახე რა ხდება იქა. კი აღარ დასცინიან, აი წარმოუდგენელი რამე ხდება. ბატონო გოგა, აი დასრულდა ვთქვათ ომი შეაჩერა ვთქვათ აი ამერიკამ. იმ რა მოცემულობა დარჩება თვითონ უკრაინას თქვენი აზრით? საერთოდ ის ქვეყანა დარჩება თუ არა ეგ არ ვიცი. ხო, აი რას ამ სახით, რა სახითაც დღეს არის, ხო, აი ამ ვითარებაში რა ვითარებ. მე მაგალითად ვთვლი, რომ ვთქვათ, აი ამ ბოროტ მასხარას რაღაცა კვირები დარჩა რა. ახლა იმის მე საერთოდ ჩავა თუ არა კიევში არ ვიცი რა. იმიტომ რომ ესეთი უბედურება, რაც მან თავის ქვეყანას მოუტანა, ძნელი წარმოსადგენია რა. ევროპის კონტინენტზე ესეთი უბედურება, ასე ვთქვათ, საკუთარ ქვეყანას ჰიტლერმა მოუტანა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მიწასთან გაასწორებინა გერმანიამ. ის გერმანია დიდი ტრადიციების ქვეყანაა. ამ შემთხვევაში მათ პოლიტიკურ აზროვნებაზე და საერთოდ სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე იმ ადამიანების, ვინც უკრაინის სათავეში იდგა, მეტყველებს ის ფაქტი, რომ მათ დამოუკიდებელი ქვეყანა შექმნეს, რომლის სახელწოდება არის სოფლის ბოლო, რუსული, აკრაინა.
უკრაინა არის აკრაინა, ეგ არის რუსული სიტყვა, რომელიც სოფლის ბოლოს ნიშნავს, ან იმის ბოლო, რაღაცის ბოლოს. თქვენ როგორი სახელმწიფოები, აზროვნების ადამიანები მართავდნენ ამ ქვეყანას, ახლა მეიდანები და ისინი ყველა, რომ საკუთარ სახელმწიფოს, რომელიც სლავა უკრაინი და გეროემ სლავას გაზახოდნენ, სახელწოდება არ შეუცვალეს და დაუტოვეს რუსული დამამცირებელი სახელწოდება, ისე ვიმეორებ. აკრაინა, აკრაინა რასისტსკая იმპერია. აკრაინა там Советского Союза და ასე შემდეგ. აი ეს არის აზროვნების დონე და რა გასაკვირია რომ აი ამ თქვათ წამსის ადამიანებმა იქამდე მიიყვანეს ეს ქვეყანა სანამდეც მიიყვანეს მილიონამდე მოკლული და დასახიჩრებული 12 მილიონი ქვეყანა დატოვა 25 მილიონი გადაადგილებული 60% ენერგეტიკული შესაძლებლობების მიწას და ქალაქები და ეს მე არ ვიცი მეორე მსოფლიო ომის მერე რომელი ქვეყანა იყო ესე დანგრეული აი ამ დონეზე განადგურებული რა დონეზეც არის უკრაინა მე მაგალითად არ ვიცი ზუსტად გერმანია ალბათ რა აი დაბომბების მერე რომელიც ხდებოდა ნუ გარკვეულწილად საბჭოთა კავშირი თუმცა საბჭოთა კავშირი იმხელა იყო რომ ურალამდე და ურალის იქით აი ეს არის მოცემულობა. ამ მოცემულობაში ეს ევროპელი ლიდერები, ეს პორნოლიბერალები ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, აგერ რუბიო გამოვიდა და თქვა რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მეუბნებოდნენ კიდე ერთი წელი გავაგრძელოთ ომიო. და რატო აგრძელებ ამ ომს კიდე ერთი წელი? გეშენია. თან თქვა რომ ამოფარებული ხარ, უკრაინელი ბიჭების სიცოცხლეს ხართ ამოფარებულები, იმიტომ რომ ფარჩაკები ხა ურსულა ფონ დერ ლაინი რო იქნება, ურსულა ფონ დერ ფაიზერი რო იქნება ხელმძღვანელი ევროპის სტრუქტურის, შენ წარმოგიდგენია თავის მაკრონებით და ეს აღარაფერს ლაპარაკობ ამ ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრზე, ხო? არ მოიდგინე რა დღეში არის ეს გაერთიანება, მაგას მომავალი არ აქვს. ეს გაერთიანება დამთავრდა. ევროკავშირი აღარ არსებობს როგორც პოლიტიკური ერთეული, რომელიც რაღაც გავლენა ჰქონდა მსოფლიოში. იმიტომ ხო გეუბნები, 2 კვირ-3 კვირაში მეოთხე სამიტი გამართეს და შედეგი რა არის? შედეგი ამერიკა რო გავიდეს, თქვა, აი ვერ შეთანხმდა ახლა კიევი და ამერიკის შეერთებული შტატები. მაშინ რა ხდება ბატონო გოგა? აი რა რესურსი აქვს ევროპას რომ არანაირი რესურსი არა, რა რესურსი აქვს ევროპა? 3 წელიწადი აგე რომ იმიდის. რა რესურსი აქვს ევროპა? რისი მაქნიცია? ეს იმას დღემდე ვეღარ არკვევენ, კაცია თუ ქალია და რა არის სადაც ან ჯარი სადა ყავს, ან ეხლა დღეს გამოაცხადა ფონ დერ ლაინმა რომ ხვალეო მეო ახალ დოქტრინას განვაცვაფ რა ისი დოქტრინის განცხადებელი ხარ, ისი მაქნისი ხარ, რას გევხარ საერთოდ შეხედე? რას გევხარ საერთოდ შეხედე, რას წარმოადგენთ, ხო? აბსოლუტური კრახია. ეშინიათ, ამოფარებული იცი რატო უნდათ ეს ომი რომ უკრაინელები დაიხოცონ აქ არ მოვიდეს ეს დათვი. და ამათ აფრთხილებდა თავის დროზე ბისმარკი და ეუბნებოდა რომ ამ დათვს ნუ გამოიყვანთ ტყიდანო. და დაქტორავთ უყველასო. და გონიერი ხალხი ჯეფრი საქსი არის აგერ ერთ-ერთი თქვათ გამოჩენილი პოლიტიკური ანალიტიკოსი, ხო? და რამდენი ეუბნებოდა მაგას, რომ ამას ნუ აკეთებთ, ხო? ხო, აბსოლუტურად ნათელი ყველა მიცოდა, რომ არანაირ უკრაინას ნატოში არავინ არ მიიღებს, ისევე როგორც საქართველოს. ეხლა გასაგებია, იმიტომ რომ მუხლი არის, რომელიც გრძალავს იმ ქვეყნის მიღებას, სადაც უცხო ქვეყნის ჯარები დგას, ხო? ნაწილ-ნაწილ საქართველოს არავითარ არც დაუშვებდა ქართველი ხალხი მაგას, მაგრამ ისენის ესე ხო ილუზია იყო სრული. ამ ილუზიის გამო ღირდა რომ ქვეყანა ისე რაღაცნაირად ცვლილებები ხდება მთელ მსოფლიოში. თქვენ როგორ უყურებთ აი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? რამდენად არის მოსალოდნელი აი ამ ცვლილებები რომ მოხდეს? ასეთი ცვლილებები ახალი მსოფლიო წესრიგი იქნება, რომელსაც სამი ქვეყანა გადაწყვეტს, როგორც ესეთ ეს იქნება რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა. ამერიკა, ჩინეთი და რუსეთი. ასე თუ ისე. ესე იგი, როგორი სიბეცე არის, აი პოლიტიკური სიბეცე, რომ ქვეყანა, რომელიც არის ნომერ პირველი და ამას თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებენ, ბირთვული ქვეყანა მსოფლიოში, იმას ომი მოუგო. წარმოგიდგენია, როგორი იდიოტი უნდა იყო, აი რასაც წარმოადგენს მაკრონი ეს ურსულა ფონ დერ ლაინი, რომ ომს იგებდნენ. აი ეს ქართველი ისინი ანალიტიკოსები რო არიან ყოფილი სამხედროების გენშტაბის უფროსები და ისინი რო გამოდიან და ომს რუსეთი აგებს. უკრაინა როგორ შეიძლება, როგორ წააგებდა რუსეთი ომს, როგორ წარმოუდგენიათ, რომ რუსეთი, რომელიც არის ნომერ პირველი ბირთვული ქვეყანა, მსოფლიოში წააგებდა ომს. აი როგორ უნდა წაეგო ეს ომი რა?
იმდენად ჰუმანიზმით არის გამსჭვალული, რომ არ გამოიყენებდა იმ ბირთვს თავის შესაძლებლობებს. ესე იგი ეს აბსოლუტურად ნათელი იყო, ეს აბსურდი იყო ამ ომის მოგვიანე. ნათელი იყო თავიდანვე, რომ ვერანაირ ომს ვერ მოიგებს უკრაინა. ეს გასაგები იყო პირველი დღიდან. ასე რომ ესე იგი შენ გესმოდა, იცოდი რომ უკრაინა წააგებს და დაინგრევა და მაინც აკეთებდი ამას და დღეს როდესაც ეს აბსოლუტურად ნათელია, ხო? აი ამ სამიტებზე ისევ მაგას აწვევი, ამ სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამხედრო დახმარება, ეხა ფონდი უნდა შექმნან და ეს 3 წელიწადი სად იყავით? ხო? ესე იგი ეს რაზე მეტყველებს, რომ არაფრის უნარი არ აქვს, ერთადერთი ამოფარებული არიან ამ უკრაინელი ბიჭების სიცოცხლის, რომელმაც მართლა იბძვიან, აი, წარმოუდგენლად არანაირი გმირები არიან აი ეს ბიჭები, ვინც მიწაში წვანან. და ვინც დღესაც აი სხედან იქ მოწინავე ხაზზე და ამ არმადას საშინელს, რომელიც აწვება მათ, უმკლავდებიან, როგორც შეუძლიათ, მაგრამ განწირულები არიან, ამას ლაპარაკი არ უნდა. ეს იქნება შედეგი. რაც შეეხება კითხვას, რომელიც შენ დასვი, იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც საქართველოს სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო და ქართველი ხალხი, როგორც მართველი ამ სახელმწიფოსი, ატარებს აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენი შანსები გაგვიჩნდება. თუნდაც ის ანაკლის სპორტი, რომელსაც 6 წლის განმავლობაში ბლოკავდა ხაზარაძე. ხაზარაძე მარტო მაგის გულისთვის არის დასასჯელი, რომ 6 წელიწადი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის ამერიკელების დავალებით, რომ ეს სპორტი არაშენებულიყო. იმიტომ ამერიკას არაფერში კანაკლის სპორტი არ ჭირდება. ერთადერთი ქვეყანა, ვთქვათ, ორი ერთეული, ვისაც ეგ არის ჩინეთი და ევროკავშირი. 860 მილიარდი აქვთ ბრუნვა და ანაკლის სპორტი ჩინური, ასე ვთქვათ, ინტერესებით გამსჭვალული და ევროპული ინტერესებით გამსჭვალული არის ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ აფხაზეთის ვითარება დარეგულირდეს სამართლიანად. იმიტომ რომ ჩვენთან შეიძლება დიდგულზეა პუტინი, როგორც ასე ვთქვათ, ევროპასთან, ჩინეთთან დიდგულზე ვერ იქნება. რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი მზარდი, ალბათ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. ამიტომ გინდა არ გინდა და იმ შემთხვევაში თუ დაალაგდება ვითარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც არის ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან, ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციასთან იქნება ძალიან წარმატებული. როდესაც ჩინეთი და ამერიკა მხარს გიჭერს, მაშინ პუტინს ძალიან გაუჭირდება იმის დადასტურება, რომ ცხინვალი, სადაც 3 კაც ნახევარი ცხოვრობს და აქედან 2 ქართველი არის, დამოუკიდებელი ქვეყანა, აღარაფერს ლაპარაკობ აფხაზეთზე რა. მადლობა ბატონო გოგა, რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა და მწერალი ბატონი რეზო მიშველაძე უნდა ჩავრთოთ პირდაპირ ეთერში, უკვე ხაზია. საღამოშვიდობისა ბატონო რეზო, მადლობა ჩართვისთვის. ბატონო რეზო, პირველ რიგში უნდა გკითხოთ, როგორ ბრძანდებით? მადლობთ, ღვთისწყალობით არ ამიშავს. ბატონო რეზო, დავიწყოთ საუბარი, მოდით. ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ჩვენ ვნახეთ. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგჭათ, ბატონო რეზო? მოგახსენებთ. მე ერთხელ უკვე ვთქვი თქვენს ეთერში, ჩემო ვახტანგ, რომ დღეს სოფლიოს არ მართავს პროფესიონალი გამოცდილი პოლიტიკური, დიპლომატიური გონება. მე ვერ ხედავ მაღალ ეშელონებზე მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, ვერ ხედავ კაცს, რომელიც ანალიზს გაუკეთებს თელამ აბრაკადაბრას, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, რომელიც გონების თვალით განსჯის სად რა, როგორ და საით უნდა წავიდეს მსოფლიო. აი ამიტომ ხდება ყველაფერი, ამიტომ წავიდა 1 მილიონი სიცოცხლე, როგორც უკრაინიდან, ისე რუსეთიდან და ამიტომ თქვა სრულიად სამართლიანად ტრამპმა, რომ თქვენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებითო. ეხლა საქმე რაშია? რაც შეეხება ამ კონკრეტულ ვითარებას. მე მოусმინე ყურადღებით ჩემს წინა გამოსვლელებს, რომელთაც ძალიან დიდ პატივს ვცემ ორივეს
გოგა ხაინდრავამ და იაგო ხვიჩიამაც ისეთი ზუსტი აქცენტები გააკეთეს თანამედროვე ამერიკის, უკრაინის და საქართველოს ვითარებაზეც, მაგრამ მე ვერ ვიქნები აბსოლუტურად რადიკალური. ჩემს ხასიათში როგორც მწერლისა რადიკალიზმი არ ზის, იმიტომ რომ ანგელოს პოლიტიკურ ვითარებაში ვერც აქეთ ხედავდა, ვერც იქ. ჯერ ერთი ზელენსკი სწორი იყო გოგა ხაინდრავა, აბსოლუტურად შემთხვევითი ადამიანია, ამოტივტივებული პოლიტიკურ ასპარეზზე, შემცდარი თავიდანვე, რომელმაც დაუშვა უამრავი შეცდომა და კინაღამ მისი ბრალიც არის რუსეთ-უკრაინის ომი. მერე ჩემს ქვეყანასთან, საქართველოსთან ზელენსკის ურთიერთობა არის აბსოლუტურად კრიმინალური. მარტო ამიტომ უნდა მოშორდეს მაღალ საპრეზიდენტო სამსახურს ზელენსკი, რომ მან საქართველოს მტერთა, მე ოპოზიციონერებს გულისხმობ, აი სააკაშვილის ხროვას დიდი ნაწილი შეიფარა თავის მთებქვეშ, მერე საქართველოსგან მოითხოვა მეორე ფრონტის გახსნა და თქვენ კარგად მოგეხსენებათ რა დაატეხა თავის პატარა მეგობარს საქართველოს ელჩის გაწვევა, როცა მას ბელორუსიის ელჩი არ გაუწევია უკრაინიდან, ელჩი გაიწვია საქართველოს ელჩი სრულიად უმიზეზოდ. მაშინ როდესაც მე თვითონ ვიყავი მოწმე, როგორც წერალთა კავშირის ერთი ხელმძღვანელი, როგორ ფუსფუსებდა მთელი საქართველო, არ იქა თბილისწინდების შეგროვება, არ იქა ქურქების შეგროვება, არ იქა ცოცხალი ძალით არა, მაგრამ ყოველგვარი ეკონომიური საშუალებით დახმარება, იმდენად რომ უნივერსიტეტის რექტორმა, სადაც მე მუშაობ, დავით გურგენიძემ თავისი ხელით შეაგროვა, ვახო, ყველაფერი რისი ჩატანაც კი შეიძლებოდა და ერთი თვითმფრინავი ჩაიტანა კიევში ჩვენი უკრაინელი ძმების დასახმარებლად. ეს ყველაფერი უცებ დაივიწყა ზელენსკიმ, ამ პატარა ბიჭმა, პატარა დიქტატორიო უწოდა ტრამპმა, მაგრამ მე რატომღაც თვითონ დაიხია უკან, მე ეს არ მithქვამსო და საქართველოს მტრობა გამოუცხადა და იმ ინერციით, რითაც მოქმედებდა ზელენსკი საქართველოს მიმართ, მთელი ევროპა დაესხა თავს, მთელი ევროკავშირი საქართველოს. ახლა კიდევ იმას დაუბრუნდეთ, რომ სოფლიოს არ მართავს, დიახ, დაასრულეთ და კითხავთ. არ მიყვარს ხოლმე თქვენთან გაწყოთ, არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ დაასრულეთ, რომ დავსვამეთ კითხვა, დიახ. კი ბატონო, ეხლა სოფლიოს არ მართავს მეთქი, ჭკვიანი ისეთი ჭკუა დამჯდარი პოლიტიკურ, დიპლომატიური თავი. ამ ზელენსკის ჩქარ კაცს, გამოუცდელ კაცს, ნერვებმოშლილ კაცს, ნევროზიან კაცს ახლა ამ წუთში უნდოდა რაღაც ეფექტის მოხდენა, რომ თქვენო აქო ისე როგორც გოგას მოусმენია, რამდენჯერმე მეც რამდენჯერმე მოვისმენე ეს საუბრები, თქვენო კარგად ხართო, ოკეანე გაკრავთ ყველაფერი, მაგრამ თქვენანდეს მოვა ის ურჩხული, რასაც ომი ქვიაო. ამაზე საქმეს ჩასულ კაცს, თუნდაც მცდარი ბიჭი ყოფილიყო, ეს და მცდარი იყო, რა თქმა უნდა, თავის ამ სითამამეში ზელენსკი, ამერიკის პრეზიდენტს უნდა დაეყვავებინა
ბჭყალები კი არ უნდა ეჩვენებინა და კარებისკენ კი არ უნდა მიეთითებინა როგორც პატარა ბიჭისთვის ამერიკის ამ ნაბრძოლი პრეზიდენტისთვის არამედ უნდა ეთქვა შეიძლება ზოგიერთ რამეში მართალი არ ახართ მაგრამ მოდით ჩვენ აქ საქმეზე ვართ დღეს შეკრებილი და ნუ ვიდავებთ ახლა ხელი მოვაწეროთ იმ ხელშეკრულებას რის ხელის მოსაწერადაც თქვენ ჩამობრძანდით როგორ შეიძლება მაღალ დიპლომატიურ დონეზე როცა შენ მთელი მსოფლიო შემოგწერის როცა მშვიდობისკენ დიდი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და არიქა ყველა უყურებს ზელენსკი თეთრ სახლში მისული როგორ დაამთავრებს თავის ვიზიტს ამ დროს თითქმის პაღურის ამოკვრით ამერიკის პრეზიდენტს უშვებს სახლში უკრაინის ეს ჟესტი მიუხედავად იმისა რომ ტრამპის პოლიტიკის მომხრე ვარ და აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები ერთი წუთი მომეცი ჩემო ვახო კიდევ ვეწინააღმდეგები იმ სითამამეს რაც ქართულმა ოპოზიციამ გამოიჩინა მე მაგალითად ხარაგაულის ავტოსადგურის უფროს ვერ დაუჯდები გვერდით თავისუფლად 85 წლის მწერალი რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო მიჩველაძე მიდის ჩვენი მეხუთე პრეზიდენტი არ ვიცი მე რამდენი პრეზიდენტია და არის თუ არა პრეზიდენტი საერთოდ და ამერიკის პრეზიდენტ საფრანგეთში ჩასულს ეუბნება ეს ადგილი თავისუფალიაო ამერიკის პრეზიდენტმა თავი დაუქნია დაჯდა გვერდით მიუჯდა მე მაგალითად ვერაფრით ვერ გავბედავდი მის ადგილზე ამას და იმის შემდეგ ტრამპს არც გამოუხედავს მარცხენა მხარეს მჯდომი ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტისთვის მერე ჩვენი ორი ყოჩაღი ბიჭი რო ჩავიდა არიქა ტრამპი მოვიდა ჩვენი ძმაკაცი აღმოჩნდაო ინაუგურაციაზე ვარ დაბადიშებულიო ეს ბავშვური თამაში ეს არასერიოზული საქციელი და ეხლა ხომ კარგად გაირკვა მე აბსოლუტურად მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით რომ LGBT-თან დაკავშირებით გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით რომელიც ახლა იცვლება ამერიკული კანონით ეროვნულ ფესვებთან დაბრუნებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ამერიკის პრეზიდენტის აზრი თან ხვდება საქართველოს ხელმძღვანელობის აზრს ამაში ისინი იდენტური არიან და მე მახარებს მე ამაში საქართველოს გადარჩენას ვხედავ თუმცა იმაში შეიძლება ჩემს საყვარელ მეგობარს უნიჭიერ რეჟისორს გოგას ვერ დავეთანხმო რომ ამის შემდეგი ნაბიჯი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაო ძალიან შორს არის ჩემო გოგა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება მით უმეტეს რომ პირატი დამყრობელი რუსი არ დათმობს ოჩანჩირეში იმ სამხედრო ნავსადგურს რომელიც მან ააშენა და მილიონები ჩაყარაში ბატონეზო სამი წუთი დაგვრჩა და მინდა მოვასწრო ბატონეზო თქვენ როგორ აფასებთ აი მოცემულობას დღეს ვხედავთ რომ პარლამენტში არ არის ოპოზიცია რამდენიმე თვე არის მიმდინარეობს ეს აქციები რა შეგიძლიათ თქვათ დღეს რა პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს ქვეყანაში კეთყვით ბატონო ვახტანგ რაშია საქმე იცით სოფლიოს პოლიტიკურმა აზრმა და რა თქმა უნდა იმ ინერციით საქართველოს პოლიტიკურმა ვითარებამ ერთი რამ ვერ გაითვალისწინა სხვა სოფლიო მოვიდა სხვა ვითარება მოვიდა სხვა სოციალურ ფსიქოლოგიური გარემოა 21 საუკუნის 20-იანი წლების ადამიანი რადიკალურად განსხვავდება თუნდაც აგერ აი 100 წლის წინანდელი გასული საუკუნის 40-იანი წლების ადამიანისგან მაშინ ბოროტება და სიკეთე ებრძოდა ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომში ახლა მოქალაქე აბსოლუტურად დაბნეულია აი თქვენ დააკვირდით საქციელს ის
ვითარება შემოვახო შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და შეიძლება გახსოვს კიდეც რასაც ერქვა მეგობრობა ქართული ურთიერთობა კაცითაო ეს ანდაზაც გაფერმკრთალდა მე საბავშვო ბაღის ამხანაგებიც კი მახსოვს ძალიან ცოტა დავრჩით ცოცხალი და ერთი ზვირფასი მეგობარი მყავს ცნობილი მუსიკოსი როზა გოდუაძე რომელსაც ხშირად ურეკავ თვითონაც მირეკავს და მაშინ მავიწყდება ჩემი მწერლობას ჩემი სამშობლოს უბედური ბედიც ცოტა ხნით რა სამკვირველია და იქავარ ჩემს ქუთაისში ჩემს საბავშვო ბაღში და ჩემს სკოლაში ახლა ყველას ავტობუსში სამარშრუტო ტაქსში ქუჩაში თეატრშიც კი სპექტაკლს ნახულობენ მობილური ტელეფონი უჭირავს ხელში მობილურმა ტელეფონმა შეცვალა თეატრიც კინოც ტელევიზიაც და ყველაფერი აი ამ ვითარებაში ძალიან მაწუხებს მე ჩვენი პარლამენტის ბედი პარლამენტი რა თქმა უნდა დასვენებულ მდგომარეობაშია იმიტომ რომ მტრისას ისინი რომ პარლამენტში დარჩენილიყვნენ იმათი ყეფა გნიასი შხამის გადმონთხევა საშინელება იქნებოდა მაგრამ ასეთი ჩუმი პარლამენტიც არ შეიძლება იყოს მე და გურამ შარაძე ყებდით გურამ შარაძე ტყვია მიიღო ამისათვის შუბში და მე დღე და ღამ წერლის გაზეთშიც წერათაყრილობაზეც რომ გამოვედი და სადაც კი პატარა ტრიბუნას ვიშოვი ვამბობ საქართველოს პარლამენტომ რატომ არ იღებ კანონს იმის შესახებ რომ ყველას ჩაეწეროს ეროვნულობა პირადობის საბუთებში რატომ არ შეიძლება ქართველს ქართველი ჩაეწეროს სომეხს სომეხი აბსოლუტურ უყურადღებობას აბსოლუტურ გულგრილობას ღებულობ პასუხად გამაგებინე ახლა ტრამპი კრძალავს მაშინ როცა მთელ მსოფლიოში ყველას უწერია თავისი ეროვნება ნეიშნალიტი ბრიტიჩ უწერიათ ინგლისელებს ზე ნაციონალე ფრანსეს უწერიათ ფრანგებს ნაციონალიტე ფრანსეს და რატომ ჩვენ არ გვიწერია ეროვნება მეთქი ვამბობ გაგიგონია არავითარი ამიტომ მე შემოვახსენებ ერთ სათხოვარს შევახსენებ ამ ხელისუფლებას შენი ეთერიდან თუ მომცემ ამის უფლებას ძალიან მოკლედ ბატონო რეზო აი რას დიახ მოკლედ ძალიან თორე გამიყვანენ ეთერიდან ძალიან მოკლედ პირველი დაამყაროს საქართველოს ხელისუფლებამ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ვისთანაც ეს შესაძლებელია და ნუ მიაქცევს ნურავითარ ოპოზიციურ ყეფას ყურადღებას ამ შემთხვევაში საქართველოს ყველა მეზობელი სჭირდება ყველა ახლობელი სჭირდება და მათ შორის თქვენ წარმოიდგინე ჩინეთის და რუსეთის მიუხედავად იმისა რომ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების ერთი დიდი ნაწილი ოკუპირებული აქვს მეორე აუცილებელია შეიქმნას პრემიერ-მინისტრის კაბინეტთან სადღეღამისო საგუშაგო სადაც უპასუხებს მორიგე ტელეფონს რადგანაც იმათ ჩვენი ხელისუფლების კარგმა ბიჭებმა ისინი ჩემი სტუდენტები არიან უმეტესობა მიიხურეს კარი და ტელეფონებს აღარ პასუხობენ საზოგადოებასთან ურთიერთობა თითქმის დაკარგული აქვს და ჩვენ რატომ გასო ეს 1.5 მილიონი ამომრჩეველი ამათი მომხრე ვართ იმისი ღირსი რომ ასე გულგრილად მოგვექცნენ და ასე წაგვიყრუონ ყოველგვარ ჩვენ წინააღმდეგობაზე მერე განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოებში შეიტანოს ყველა ეროვნულ პატრიოტული ნაწარმოები ისე როგორც იყო ისე როგორც ვასწავლიდით ჩვენ ათეული წლების განმავლობაში ბავშვებს და ბოლოს
უამრავ ქვეყანაშია ეხლა მიტინგები, დემონსტრაციები, თავრობის საწინააღმდეგო მოძრაობა, საბერძნეთი, რუმინეთი, სერბეთი, სხვადასხვა, მაგრამ არსად არ არის ისეთი სასაცილო მდგომარეობა, როგორიც საქართველოშია. რა იყო, რა გახდა? ორ პრეზიდენტიანობა შეიძლება? კი, მაგრამ თუ ისეთი უნაპირო დემოკრატია გვაქვს, რომ აბატონო, შენ იყავი მეხუთე პრეზიდენტი და ჩვენ გვეყოლება მეექვსე პრეზიდენტიო. სასაცილოა ეს მდგომარეობა. მით უმეტეს სასაცილოა, როცა ისინი თავიანთი თანმხლები პირებით და დაცვით მიდიან საზღვარგარეთ, ესწრებიან იქ სტრასბურგში თუ სხვაგან და სხვაგან ფორუმებს, იმ ფორუმებზე ევროკავშირი მათ უშვებს თავისუფლად და საქართველოს ლანძღვის, გინების, საქართველოს სახელმწიფოების გრევის მეც არაფერს აკეთებენ და ჩამოდიან მერე მშვენივრად. კარგად, რატო შეგაიგაცო? რა, თუ არავით არის, მე რო გავაკეთო ეს, ვიცით ციხეში ჩამსვამენ. და რა ხელშეუხებლობა და რა მდგომარეობა ასეთი, რომ არსებობს პრეზიდენტი თვითმარქვია და არსებობს პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტი. მადლობა ბატონ რეზო. ეს თქო უნდა მაქვს მე ხელისუფლებას არ, მაგრამ ვის ესმის შემოვახო ჩემი ნათქვამი. ყველა გისმენთ ბატონ რეზო. თქვია თქვენი ეთერიდან, რომ შეიტანოს პარლამენტმა ეროვნება საბუთებში, მეთქი არ შეიტანს, მაგრამ მე ვერ დამისაბუთებს პარლამენტის თავმჯდომარემ. რატომ არ შეიძლება ჩემს შვილს და შვილიშვილს საბუთში ქართველი ეწეროს? მადლობა ბატონო რეზო, სამწუხაროდ გადავაჭარბეთ დროს და უნდა დაგემშვიდობოთ რეზო მიშველაძეს უსმენდით, 4 შაბათ შეხვდებით ნახვამდის.